ერთი ცნაური კითხვა მინდა დავსა. როგორი მამა იყო ზეზო? ესეთ საინტერესო კითხვა. ჯერ რა ვისწავლეთ, უბრალოდ რა ვიცი დღეს მათ შესახებ. მეცნიერული კვლევით აჩვენებ თქვათ ფიზიკურ ტიპს, როგორი აღნაგობა ქონდა, როგორი თქვათ ამ ასეთ სხვადასხვა ანატომიური დეტალი. ეხლა უფრო განვითარებული მეცნიერული კვლევით ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ იგივე ტვინის არა მარტო მოცულობას, არამედ აღნაგობასაც. ანუ ვითარდებით, ასე ვთქვათ, და შესაბამისად ვცდილობთ ასევე აღვადგინოთ ქცევის მოდული. რა იყო მათში განსაკუთრებული ქცევაში. თვითონ ზეზოაზე მე გამიჭირდება თქმა, მაგრამ ერთ-ერთი აღმოჩენა, რომელიც მე ვიტყვი, რომ ძალიან დიდი აღმოჩენა არის თვალში, ეს არის მთლიანად უკბილო ჰომინიდის თავის ქალა. და ეს აღმოჩენა, როგორც ანატომიური აღმოჩენა, არც დიდი აღმოჩენა არის, მით უმეტეს იგივე ზეზო ადამიანს მათი შვილის შემდეგ. მაგრამ მაინც მოხდა ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ჟურნალებში, ასევე პოპულარულ. და რატომ? ეცეთ რომ ეს ჩვენ წარმოვადგინეთ, რომ ეს გახლავთ პირველი ნიშნები ადამიანური თანაგრძნობის. ანუ ეს ადამიანი, რომელიც იყო უკბილო და დაავადებული, უკვე შესწავლილია სხვა დაავადებები, ის ვერ იცხოვრებდა სხვების ზრუნვის გარეშე. რა საინტერესო ფაქტია. მე ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან ფილოსოფიური გამოწვევა. ეცეთ ახლა დღეს თუ გადმოვიდა დღევანდელობაში, დისკუსია იყო, ესეთი ძალიან გავლენიანი ადამიანები ამბობენ, რომ ემპათია რა გჭირდება, ხო, სისუსტეაო ადამიანის და მე ვიტყოდი, რომ აი Homo erectus-ით მან ესე აჩვენებს, რომ პირიქით თანაგრძნობა, ჯგუფური ცხოვრება ეს არის ის სიძლიერე და ის უპირატესობა, რომელითაც ეს ჰომინიდები გამოირჩეოდნენ სხვა ჯგუფებიდან და შემდგომში მივიდნენ უკვე თანამედროვე ადამიანები.